თითო მუხზე, თითო კორძი, ფეხებზე ხომ ბრჭყალები, ცხვირი წვერზე მუჭუკი და შიგუირა შხამები. ბუშ? ვარდისფერი ნაყინი? აბა? ბუს ლურჯი ნაყინი. ბუს ლურჯი ნაყინიო? ვაი დედა რაღა ვქნა, გავიქეცი თაგუნავ დაბუგაქანდა. მშვიდობის ახალ. ერთი ომი უკვე გადავიხადა სახლში. აწი რაღა მომკლავს. მინდა რომ მოვადუღოთ. მინდა თქვენ რამდენი ხანია მოდუღებული ყავა არ დამილევია. და მოდუღებული ყავა დავლიოთ. მოხალული ვერ მოსა. ჯერ არაფერი. არის მე მგონი ეს არის თეთრი გლის მურა, მაგიცა და არ ვიცი. ესე მგონია და უნდა გავხსნათ და ვნახო. მზე შეიწובה. მზე არა. რა? მანე. ვაიმე როგორია. ეს მაქრონაგეთები. ბალია. ვაიმე, კაია. დატკბილია. დარმომატული. ეს მოუხდება იმას. გრინჩ, ალაჯიკებს და ეგეთ რაღაცებს. მოსადუღებელი ყავა და მინდა ძალიან. ხონა მოვადუღოთ. უშაქროთ მოვადუღებ და ამას მივარან, რომ ძალიან ტკბილია და ამის სიტკბო წაიღებს იმას. ყავას. დავლიოთ ყავა. ბავშვებო, ხო იცით რომ ვიდეოა ჩართული და ისმის ყველაფერი. რა გახსენდა? ვენ რა ვიცინოდით რა. გახსენდა რომ პირობა. აი მოდი ნახე. დაიმახსოვრე. აი ესეთი როა. მზად არის. ეხლა ამ დროს ასხალ წავ. დამდე. ნახა. ანუ რა თქმა არის? და თან კემრიელზე მოსაგებს და აი სულ პატარა ნახე. ეხლა ამაზე. აი სკაფა. Hayvan blender. Ასე. Всё, დაათი ეს რომ ჩაიშრობს ამ ყველაფერს გადიქნა. მეტი არაფერი არ უნდა. თავარია სითხე ბოლომდე ჩაიშრობს. ზადა, ძალიან მარტივი კეთია. ახლა ჩვენთვის ყავა მოვადუღოთ, მოდი. ხოდი ის მინდა. არა, მომედათა ეს ნავიგი. ამტენი ხარია არ დაგაგებია.
აღემახსოვს რომ Era verdade, sim. Era verdade, sim. Agora você me vai dar a política. Você me vai dar a política. Edad orani. Edad borani. Edad kanani. Era verdade. Mina surevam desem ve digon veranın ne kadar. Devamlı solution da yok. Ram garment ekmos. ეგერე კიჩუნები დღეს მენუს ხალხო მონიჩკა და მე ჩანდი გააჩნდა გიქალი. იმას გადააგდებს ნაჯუჭებს და გულს ჭამს მე მე რასაყვარელი ერთი უნდა ნახო Bunny. Bunny, bunny. მე როგორ მოწი Bunny. No. სოდო ой მე წაიღო Rato, rato. რა ვიცი ძალიან თვალობს Sabe que era como tá? ვირა ბიარდა Ai, bunny. Manda-me pro Danushi. Ყველა ბიარდაკი ძულეს. აწაწინა კბილები შეიძლება დაასწრეს აჭე, ყველა სკითხე და ვერ გავიგეს, ვიქსისაიდან მოვიდა. არ ვიცი როგორ ჭამე თან ერთხელ ის არ შევჭამეთ მე და შენ და კიდე გაჩნდა. ხოდა შეჭამე რა ვქნა მე რაღაც ეკითხები ყველა შე ალბათ ვიყიდეთ რომელიმე ჭერხე ვინმე აქციაში ბიზონა როდის იყო თვითწყიბულობდა თუ იყიდი და უკვე შეჭმული იქნებოდა რავი, ყველა სკითხე და Andrews, che l'altro è sì. Non è vero, ო გადასარევი მაიმუნი კატა გადასარევი მაიმუნი კატა მაიმუნი კატები ვეძვაზე მუტუკი Ah, come che sa. გონია შენი კიჭუნების ხმა? Adesso ne ha qualcosa. შენდა? ჰა. Gridando, gridando.
მიქს ქვია ვაიმე. მშვიდობისა ტკბილებო. სიკისახში საგიჟო ჩმაკა. მოგოც ყოველთვის. მაგრამ დღეს ცოტა მეტი კილო. ვაიმე კაია, ვაიმე. ოქის ის კარაქი, ბანანი და მურაბა. გემოა ფანტასტიკური. უბრალოდ ფანტასტიკური. ჩვენი ათილის ვლოგი დივიხნის შემდეგ როცა რაღაცა გამომდის ყოველთვის ესეთი რეაქციები გვაქვს. მაშ ვარ ყოფილი. მართლა რა გემრიელია. უნცეთრებლის მურაბა უნდა ვისწავლო გაკეთება და მეც უნდა გავაკეთო ხოლმე. მე თორა გემრიელია. ამიქს ქვია PMS-ი ხალხო. მე თორა შესანიშნავი დღე დგას გარეთ. სრულიად უყურებულა, აი როგორც აპრილისეცა ეგეთია. ახლა ისევ იუსტიციაში ვარ წასასვლელი. უმედია ხვალაც მთელი დღე იქ არ დამაყენებენ. აბა, კატა. ხო. შენ მურაბას არ ჭამდა არც იმას ბანანს. ასე რომ არ გინდა ეხლა მიაუები. მართლა გემრიელია. ეხა ეს ტკბილ ყავასთან უკვე ნამეტანი იქნებოდა. მე ამოვიდა კატა ჩემზე. მოვედი ხალხობა წავიკითხოთ ახლა კომენტარები. Sally. მიხსიერება ამოიწურაო. ვნახოთ რამდენიმე ვიდეო წავშალე და
სალინინი კიდევ უფრო ხშირად გვინდა ვიდეოები არ მოგვანედრო თავიო. აი ვცდილობ ახლა ნახე რა დავბრუნდე ვლოგითაც და რა ვიცი. მაგრამ აქ მგონი შემცივდება დღეს ესე იგი დილას საქმეები მქონდა. ხო და ისა ევამ ერთი რაღაცა იმაზე, ანუ რაღაცა უნდოდა და უარი ვუთხარი და მაგაზე გაჭედა. ამან გაჭედა. ხო და აი ესეთი დილა მქონდა და ამის მიუხედავად მოვედი ესე მშვენივრად მშვიდად წყნარად ყოფდათ და ვიღებ ვიდეოს. იგა გეხვეწები ნახე იმას თუ ჩააშა წყალე გამორთე თუ არა და არ გამორთო და თოკოს უთხარი რომ ისა მიაქციოს ყველგან დაიწובה. ლელანი როგორ გიხდება მანქანა ჩემო ლამაზო მადლობა საყვარელო ლელუ ნინი მიყვარხარ ჩემო საყვარელო გოგო მადლობა ჩემო ძვირფასო რა ვერ გავიგე რა უნდა ლელა ევა რა საყვარელი და ლამაზიაო ევა როგორ გაიზარდაო ელისომ ლელონი მიყვარხარ ჩემო გოგო მიხარია რომ დაგვიბურდი ბედნიერი უნდა იყო ციცინინი მიყვარხარ წარმატებები მადლობა ძირფასო ნატომ გულები როგორ მომენატრა შენი მუკბანგებიო მარიამ ნიღლამაზო როგორ ხარ ძალიან მიყვარხარ ძალიან მიყვარს კექსი შოკოლადიანიო ნარგიზა ულამაზესი ხარ ნინიკო თან ბუნებრივად ლამაზი ხას უსო გაიხარა შენი ოთახით ჩემო გოგო მიყვარხარ დიდი მადლობა ძვირფასო ინგა ნინი სუპერ გოგო ხარო მიყვარხარ ინგა შორენა ტკბილებო გამოთო მადლობა საყვარელი დედაშვილიო ჩემზე და ევაზე ევა და ნინიო ციციმ ნინ შენს გიყვარს ხო პასკამეს გიჟდები სეზონი გავხსენით მიყვარხარ ხო აი ნახე სულ ვცდილობ ხოლმე რომ წელსაც მინდოდა რომ სეზონი გამეხსნა როცა მოვიდოდა უკვე აღდგომა და მაგის შემდეგ კიდე ერთი თვე ვჭამ ხოლმე პასკას ხო მაგრამ წელს ვერ მოვითმინე უკვე დავიწყე. ეხლა არ დამიწყოთ ვიღაცებმა პასკის ჭამა აღდგომამდე არ შეიძლებაო. ადამიანების განსჯა მარხვის პერიოდში არ შეიძლება და ეგ გაიხსენეთ ხოლმე. ეგ მაგკატეგორია. ორნაბიჯში რო ვიყიდე პასკა, მიყვარს მეთქი ძალიან და იმ გოგო მითხრა, ისაო დამიწყესო, მეც ვიყიდეო და აუ არ შეიძლებაო, არ უნდა ჭამო და მთელი ამბებიო რა. ხო და ძალიან მიყვარს ეგეთი ისინი. ანუ თუ მაგალითად ადამიანი თვლის რაღაცას სწორად, ის პირველ რიგში უნდა გააკეთოს თვითონ. თუ მე სხვა ადამიანი კითხავს აზრს, მე სხვა ადამიანსაც უნდა გაუზიაროს ეს თავისი აზრი, მაგრამ თუ არავინ არ კითხულობს მის აზრს, კეთილი უნდა ინებოს და უბრალოდ თვითონ გააკეთოს ის, რაც სწორად მიაჩნია. მე ასე ვთვლი. ლელა, ყოჩაღი ლამაზი და პოზიტივით სავსე გოგო ხარ, თავარია კეთილი, მიყვარხარ, მეც მიყვარხარ, ძირფასო. წარმატებები შენს გოგოებთან ერთადო ირმა, მადლობა. რეცეპტი დაგვიტოვეო სტაფილოს კექსზე. ძალიან საყვარლები ხართ მესმის ნიშენი, მეც მასე ვარ, როცა მეუღლესთან ერთად ვარ საჭესთანო. ხო, მისთვის მე ვარ აუტანელი. ანუ ჩემთვის ის, როცა მე ვარ საჭესთან, მაგრამ ანუ მარტო წასვლას უცხო ადგილებში მაინც ანუ რომ მომყვება მშვიდად ვარ. ნინო დვალი, სალამი ძირფასონი, ჩემო ოქროს ხელება, როგორ მადის აღძვრად გამოიყრება შენი მენიუ გუშინ ჩვენთანაც გაიხსნა პასკის სეზონი კოსტას დამსახურებითო, ესე იგი უყვარს კოსტას პასკა. ხო. ძალიან გემრიელი იყო, კიდე უნდა მოვამზადო ძალიან მაგრად მომეწონა, ანუ პასტა ნაღებით. დღეს შეიძლება გავაკეთო პასტა ნაღებით და ყველით უბრალოდ ზაპარია. სალი, კარგი აზრია ტელეგრამ ჯგუფის შემოგიერთებითო, ეგ სულ დამავიწყდა.
სალომე ნინი თუ შეძლებ იქნებ მიპასუხო კალორიების დაცვისას ჭამ ყველაფერს და უბრალოდ დეფიციტს არსებითი თუ შეზღუდული გვაქვს გარკვეული პროდუქტები. ძვირფასო სალი მე არანაირი პროდუქტები არ მაქვს ხოლმე შეზღუდული, კალორიას ვიცავ, ვცდილობ რომ ცილა, ცხიმი, ნახშირწყალიც მივიღო, მაგრამ ზოგჯერ არის რომ არ გამომდის რაღაცა იდეალურად, ხან იმას ვიღებ მეც, ხან იმას ვიღებ ნაკლებს, მაგრამ ნუ ეგ არის ოკეი. ძირითადად ვზივარ ხოლმე დეფიციტში. და რადგან მე თან ეს წარსული მაქვს ისეთი რომ აკრძალვები შემცე ძალიან ცუდად მოქმედებს, ამიტომ ყველაფერს ვჭამ ხოლმე რაც მინდა რომც არ ჯდებოდეს დაბალანსებულ მენიუში და რაციონში, მაინც თუმცა კალორიებში როცა ვიკლებ ყოველთვის ჯდება ხოლმე, ანუ მაგას ვუყურებ ხოლმე მკაცრად. ხო, ლელუნი მიყვარხარ. მაქსიმიდის ეს ჩვენ ვცხოვრობთ ხოლმე ნინი და სხვათა შორის კარგია მე არ მომწონს. რაღაცნაირი თავისი დამახასიათებელი გემო აქვს და ეგ გემო არ მომწონს. დილამ შვიდობისა, ჩემო ლამაზო ბედნიერი წარმატებული დღე მიყვარხარ. ნათიანინი ძვირფასო ბედნიერი და ლამაზი დღეები ვერ ვნახე ვიდეო პატრიარქის გარდაცვალება ძალიან განვიცადე 17-ში ჩემს მესამე შვილს იუბილე ჰქონდა თან პატრიარქის ნათლულია. ანუ იცი როგორ არის ჩვენ როცა ადამიანი გვიყვარს და გვეძვირფასება რა ასაკისაც არ უნდა იყოს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია მისი წასვლა. მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რაღაცა. ანუ ჩვენ თუ ვართ ქრისტიანები და ჩვენ თუ გვწამს იმ ქვეყნიური სასუფეველის არსებობის არ უნდა ვიყოთ გლოვაში, იმიტომ რომ ჩვენმა პატრიარქმა ხანგრძლივი სიცოცხლე იცხოვრა, აქ გააკეთა თავისი გასაკეთებელი და ანუ გადავიდა გარდაიცვალა, ანუ იცვალა სახე მისმა სხეულმა დატოვა სხეული და გადავიდა ცათა სასუფეველში. კი, რა თქმა უნდა, ვისაც გვიყვარს და ვისაც უყვარს გლოვობს, მაგრამ არ ვთვლი რომ რაღაცა ისეთია ცუდი და საშინელი, როცა სიკვდილი არის დროული, ანუ აი, როცა ადამიანმა თავისი გზა გაიარა ამ ქვეყნად და მერე წავიდა, ანუ ეგ მასე ხდება, მაგას ვერავინ ვერ გავექცევით, ხო? ასე რომ აი, ჩემი აზრი ესეთია, ხო? სამწუხაროა, რა თქმა უნდა, დასანანია, მაგრამ საგლოვს არ ვთვლი რომ არის, იმიტომ რომ ღმერთთან არის და ადამიანი რომელსაც ღმერთი სწამს, ამას რაღაცა მათ არ უნდა აღექვავდეს. თუ ეს არ არის ნაადრევი და ეხლა ბავშვები რო კვდებიან 3 წლის და რაღაცა, აი ეს ძალიან დიდი ტრაგედია ჩემი აზრით, რომ ბავშვმა ვერ იცხოვრა. მაგრამ როცა ადამიანმა 90+ წელი იცხოვრა და უამრავი ბევრი რამე გააკეთა ღმერთით, რა თქმა უნდა, ასეთიც და ისეთიც, ყველას თავისი გზა, ყველას თავისი ჯვარი აქვს და ხო, მოხდა დასანანია, სამწუხაროა, გულსატკენია, მაგრამ ყველანი იქცავალთ ბოლოს. ჩვენს დედასთან და მამასთან, ჩვენს უდიდეს მშობელთან, ჩვენს უდიდეს სიყვარულთან. სადაც არა არც ჭირი, არც მწუხარები. ხო. ულოცავ შენ შულს, იუბილეს ძვირფასო, სულ ბედნიერი იყოს და დარწმუნებული ვარ, დალოცვილიც იქნება მთელი ცხოვრება. მარინადი როგორ გააკეთეო სოიოს соуში ქათამი რომ მინდევს. როგორ და ესე იგი ქათმის საკმაზე სოიოს соуსი. აი ამაში დავამარინადე ქათამი და მეორე დღეს შევწვი უკვე ცოტა ზეითუნის ეთში. ძალიან უხდება ზეითუნის ეთში შეწვა. აი შეწვისთვის რომელიც არის იმ ზეითუნის ეთში. მიხარია რომ გვიბრუნდები ნინი. მიეჩვია ისევ მიკროფონის გაკეთებას აგერ. თორე ცუდად ისმის ხოლმე ხმაო. აგერ ბატონო. ია მიყვარხარ. ნანა ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან კარგ ფორმაში და მიყვარხარ ძალიან. მადლობა. თამუნა გააკეთე ნინი ტელეგრამ ჯგუფი, კარგი აზრიაო.
არ დაყარო ფარხმალი ყველაფერი გამოვა. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ. ნინი მომენატრე ძვირფასო. მიყვარხარ ძალიან მიგეჩვიო შენად მოწყენილება იყო YouTube-ზე, რაც საყვარელი ხარ. როგორ მიხარია ამის მოსმენა. ლელა გამოს შენი გაკეთებული სულ სხვა თავისი გემრიელობებით გულით და სულით მომზადებული მადლობა. იცი რა მინდა, რამდენი ხანია მენატრება. კიტრე, პამიდორი, სალათის ფურცელი, მარილი და ზეთი, მაგრამ ეხლა ისეთი ფასი იქნება, ხან ხო კიტრი და პამიდორი, მაგას ხორცშენი კერძი გაკეთო იჩობია, იმიტომ რომ პამიდორი ერთი კვირით წინ 8 ლარი იყირდა. თან ხო ბევრი უნდა იყირო, ბევრი ვართ და მარიამ ნინი ლამაზო როგორ ხარ მომენატრე ძალიან მიყვარხარ. ანუ ერთი კაი კერძი გამოვა რა მაგ ფულით. თამუნა მეც 6 საათი მაქვს ნინი მხოლოდ ბანაობის დროს ვიხსნი. ღამე არა, მე ღამე მაწუხებს. სოფიო ნინი ძალიან გახდი უკვე მეტი ნამდვილად აღარ გიდა. ხო, ანუ წესით აღარ ვიკლებ ახლა შენარჩუნებაზე ვარ. ანუ კი მინდა რომ გითხო, მაგრამ ხედავ რომ აღარ მჭირდება. შესაბამისად თიკო ნამდვილად აღარ გინდა მეტი მოკლებაო. ლიზი ნინი წელს მიდიხართ ბათუმში ძალიან მიყვარხარ. ღმერთო, ყველაფერი კარგად იყოს და ალბათ კი. მარიამ ნინი სუზალა ნაძალადევში პატარა ბაზართან კარგი ფასდაკლებები აქვთ ხოლმე. ვიცი კი ძვირფასო სუზალაზე. ესე იგი მარტანინი სალამი არ შემეძლო არ მომეწერა შეიძლება იქ იმას გითხრა სანამ ეს გაიკეთებ სინჯი აუცილებლად გააკეთე იმის მიუხედავად ალერგიული ხარ თუ არა პირადად მე 8 თვის წინ რომელ პრეპარატზე არანაირი ალერგია მქონდა თავის დაზღვევის მიზნით გავიკეთე მეორე სინჯი და აღმოჩნდა რომ ალერგიული ვარ და ეგ წამალი რომ გამეკეთებია ალერგიას მომცერდა ბევრი არ იკეთებს სინჯსაც ძალიან საშიშია ჯანმრთელობას გისურვებ ვაიმე ეხლა იცი მე მაგას ფიქრობდი იქ რომ ვიყავი კლინიკაში ვუთხარი რომ მეთქი ლიდოკაინზე არ ვარ თქო ალერგიული იმიტომ რომ ლიდოკაინით მაგას კოპილები ყოველთვის გაკეთებული რაც კი გამიგეთებია რა ნამდვილად ზუსტად იცი რომ მკითხავი კი ზუსტად ვიცი მეთქი გადის და ანუ მე ვიფიქრე რა რომ გამიკეთა რადგან უთხარი ზუსტად ვიცი მეთქი ხა იმან რა იცის რომ მე ბოლოს 9 წლის წინ მაგ განაკეთები ხო და ღმერთით გადავრჩი რა ვიცი აბა მე მეორედაც გავიკეთე და ლიდოკაინზე არ ვიყავი და არ ვარ საერთოდ მე არ ვარ ხო ალერგიული მაგრამ ეგ მართლა ყურადსაღებია მართალი ხარ ულამაზესი ეუტი მიყვარხარ ძალიან კესარია ლელა ყველაფერს ესე კარგად და მადის აღწურალთ როგორ აკეთებ კულინარიის დედოფალი ხარ ვაიმე მე კიდევ ვფიქრობ რომ არასოდეს ჩემი გაკეთებული საჭმელი არ არის ისეთი ლამაზი და მადის აღძვრელი და ესთეტიური როგორც მაგალითად აი ინგა რომ მყავს ჩემი ინგას ისე ფოტოს გადაიღებს ისეთ ლამაზად არის კერძითებში რა ვიცი ყველაფერი რომ აი ესე რო არ შეჭამო მაინც დანაყრდებია ჩემი აი ესე მიყრი მაგრამ გემრიელი ყოველთვის არის ქრისტიანი კარგ ფორმაში როგორც ყოველთვის რა გითხრა რა მხელა ვიყავი მაგრამ ეხლა ხო ამ ბოლო დროს კი ნი ლამაზო გუშინ გავაკეთე მაკარონი რძით ძალიან მიყვარს ძალიან გემრიელი რამდენი კილო ხარ ძალიან გთხოვ მომწერე კომენტარი 52-53 ვარ ხოლმე ეხლა ციკლი მაქვს და ამ დროს არ ვიწონები იმიტომ რომ ამ დროს მეც საჩვენებს ყოველთვის სასწორი და არაფრის მაჩვენებელი არ არის ხოლმე ინგა საყვარელი ნინი ყველანი მომიკითხე აუცილებლად ლიას როგორი მძიმე ხასიათი აქვს კბილის ექიმთან იყავი და რა მოხდა ასეთი აბა რომ გართულებულიყო მე ეგ იქნებოდა კარგი იქნება ცალ-ცალკე რომ იცხოვრო როგორც ადრე მე ყური მткиო და ანთება მქონდა თურმე აღარ მესმოდა და ბებია ჩემა 200 ლარი რომ არ დაგეხარჯა ისე ვერ მოირჩენდიო რა ცუდი ასეთი ოჯახის წევრთან შენი რომ არის და მართლა სხვაგან არაფერი მიკვირს როცა შენიანი ასე გექცევა გაძლება ჩემო გოგო ასე ტოქსიურ გარემოში ცხოვრება ძალიან რთული ანუ ნახე ძალიან რთულია ერთის მხრივ რომ ტოქსიურ გარემოში იცხოვრო და მეორეს მხრივ ძალიან რთულია შენ არ გახდე ტოქსიური და ეს არ გადაიტანო შენს შვილებზე ანუ ძალიან რთულია ცალხეზე რომ აგაკეთებულა ცალზე არა ვეღარ დავაყენე საშველი ხო და ვცდილობ ხო ყველანაირად ანუ რო გართულებულიყო მე მეტყოდა რატო გაართულე აქამდე რატო მიიყვანეო რო არ გავართულე ანუ და მოკლედ რა ეხლა რაღაცა საქმის კეთება დავიწყე ახლის რომელიც გამომდის ეს იცის და ამაზე აკეთებ მოკლედ რავი რაც არის ეგ არის მთავარია რომ ჩვენ თავი შევინარჩუნოთ მიუხედავად იმისა სად მოხვდებით რა გარემოში და დავრჩეთ იმათ ვინც ვართ ეგ არის ყველაზე მთავარი
შორენა ყველაფერი მესმის ჯერა წარმატებული იყავი ხარ, იქნები მრავალჟამიერ, აბა შენც მიყვარხარ, დიდი მადლობა. ძვირფასო მეც ძალიან მიყვარხარ და ყველას კარგ დღეს გისურვებთ, წარმატებებს. მე კიდე გადავიღებ დღის ვლოგსაც. ეს იქნება დილის ვლოგი. ძალიან მიყვარხართ, კოცნით გოგოშკებო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და მიკომენტარეთ, ძალიან დაეხმარება ჩემს არხს ამოქოქვაში, იმიტომ რომ გაჩერებულია არხი. ხო და მოდი ერთად ამოვიქოქოთ ისე, იმიტომ რომ ისე აი როგორ ვიყავ, იცი, სრულიად ცარიელი ვიყავი. ეგეთი პერიოდი მქონდა, ანუ ზოგჯერ თურმე სრულიად უნდა განოლდე იმისთვის, რომ ახალი მოვიდეს შენთან. ყველაფერი ძველი უნდა გაქრეს, იმისთვის რომ ახალი მოვიდეს და აი როგორც ძველი ნივთები უნდა გადაყარო, რომ ახალი იყიდო რა, ეგეთი პონტია. და ანუ აი ეხლა მოდის და მოდის აქედან, იქიდან, ამ სფეროში, იმ სფეროში, აი ყველა მხრიდან მოდის და ეხლა იქნება სისავსის ხანა. ნუ მე ისევ სიცარიელე შეცვლის და ასე, მაგრამ ცხოვრება ასეთია, ხო იცით, გულისცემაც კი ასეთია, კარდიოგრამაც ასეთია. რა ვიცი, ყველა სფეროში ასეა, ხო და ეს მივიღოთ. და არ ვეცადოთ ხოლმე განულების დროს რომ განულება არ იყოს, ანუ ძალიან ვეწინააღმდეგებოდა, ეგ უფრო მტკივნე უსხდის მერე პროცესს. მოკლედ, კარგ დღეს გისურვებთ, მიყვარხართ და რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყო ეხლა, აი ამ ვიდეოს თუ უყურებ, იცოდე, რომ ყველაფერი გექნება აი ძალიან მაგრად, იმაზე ბევრად მაგრად, ვიდრე შენ წარმოგიდგენე, ოღონდ შენი თავი არ დაკარგო და შენ გულში სიკეთე არ დაკარგო. ეგ არის ყველაზე მთავარი პირობა.